ქალი პოლიტიკოსები პროევროპული აქციების მონაწილე პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიმართ ციხეში სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ქალი პოლიტიკოსები ლევან იოსელიანს მიმართავენ, რომ პირადად მოინახულოს პატიმრები საზოგადოებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევებზე რეაგირება დროულად მოახდინოს. ქალი პოლიტიკოსები ასევე ითხოვენ, რომ იოსელიანმა ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა პატიმარ ქალებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების მხრიდან გულგრილ არაჰუმანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე საუბრობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პერიოდულად ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. მათი ადვოკატების და უფლებადამცველების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად ქალი პატიმრები ამ წუთამდე ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას. აქვე საყურადღებოა, რომ ანასტასია ზინოვკინა შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და მოათავსეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რითაც შეუზღუდეს სატელეფონო და პაემნების რაოდენობა. ჩვენთვის სრულებით გაუგებარია ანასტასია ზინოვკინას პირობების გაუარესების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს და ეჭვებს ბადებს. შერჩევით არაადამიანურ და ღირსების შემლახვალ დამოკიდებულებაზე საუბრობს ნანა სანდერიც, რომელიც ასევე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და აცხადებს, რომ მის ჩივილებს და საჭიროებებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ხაზს უსვამთ, რომ პირადად სახალხო დამცველისგან უკიდურეს შემთხვევაში კი მისი მოადგილეების თამარ გვარამაძის, ელენა ღუდუშაურის და ირინე ჩიხლაძის მხრიდან ველით მოახდინონ აღნიშნული გარემოებების მონიტორინგი, არსებული ვითარების საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახალხო დამცველის აპარატი. გუშინ 20 იანვარს სასამართლო პროცესზე ნანა სანდერმა თქვა, რომ ციხეში მიყვანის წუთიდანვე მასზე სხვადასხვა ფორმით ძალადობენ. იმავე დღესვე მოკვლევის დაწყებამდე იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელდა და თქვა, რომ სანდერის ნათქვამი ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობაზე სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა. ნანა სანდერი 2024 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება ანასტასია ზინოვკინას, ის და მისი მეგობარი არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.